ქართული კოშმარი კი ქვია, მაგრამ ეს კოშმარი უკვე აუტანელია რა, აუტანელია. დღეს ამას ვერავინ ვერ ბედავს, რომ ასე მასიურად ოპოზიციის ყველა ლიდერი ციხეში ჩაღაროს. ვინც კი მოეპრიანება, ესე იგი, აიღოს და ციხეში ჩააგდოს, ხალი, ახალგაზრდა, ბავშვი, რისთვის, კაცო, რომ მონა დაუძახოს სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირს, ამისათვის აპატიმრებ, კაცო. დემოკრატიულ ქვეყანაში, ამისთვის აპატიმრებ იმ ქვეყანაში, სადაც ისა კათოლიკოს პატრიარქმა ამბროსი ხელაიამ ის მიწერა, რა ქვია, გენუის კონფერენციას იგივე შინაარსის, დასავლური შინაარსის, ესე იგი, დასავლეთში მიღების და შველის წერილი, ამას აკეთებ, კაცო. ბავშვებს, ახალგაზრდებს, 19 წლის გოგოს ციხისთვის იმეტებ, რისთვის? იმიტომ რომ მონა დაუძახა? სად არის ის, მონა დაუძახა მართლა მონას. რომელ კონვენციაში გიწერია შენ რომ თქვენის ვალდებულება არ აგაქვთ და არიციან თქვენის ვალდებულება რაც უფრო მაღალი თანამდებობისაა პირი და ანუ რაც უფრო მაღალი თანამდებობისაა პირი მით უფრო ნაკლებად იცავს ესე იგი დიფამაციისგან არიციან ეს თუ წულუკიანმა ვერ ისწავლა ეს იმაში რა ქვია ამდენი ხანი რო იყო იქ ევროსაბჭოში ის არიციან რომ მე უფრო დაცული ვარ წილისწამებისგან მე და შენ გასაგონებელი ვიდრე საჯარო პირი? საჯარო პირი. ვიდრე სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი? მე უბრალოდ ბოლოსკენ წაგიკითხავ შენ, უბრალოდ რაღაცა პატარა ამონარიდები გავაკეთე ჩემთვის. კი ბატონო. აი ევროპის სასამართლომ რა ტერმინებზე თქვა რომ ეს ჯდება გამოხატვის თავისუფლებაში. კი ბატონო. საინტერესო იქნება მე მგონი მაყურებლისთვის შესაძლებლად იმას მონაზე შესაძლებლად. ეს არის ყველაფერი პოლიტიკოსების მიმართ გაკეთება. პირველი ეს კლასიკური საქმე არის, ესე იგი, ლინგენსი ავსტრიის წინააღმდეგ 86 წლის საქმეა, სხვათა შორის ის კლასიკური განმარტება, რომელზედაც ამბობენ, რომელიც 50 წლის წინ იქნა მიღებული. ხო, რომ გამოხატვის თავისუფლება იცავს არა მარტო შეურაცხყოფელ გამონათქვამებს, არამედ შოკის მომგვრელსაც კი და საქმიდან საქმეში გადადის ეს არის 50 წელია ეს გადადის საქმიდან საქმეში. არა მარტო შეურაცხყოფელ, შემდეგი სიტყვაა შოკის მომგვრელი. ხო და შემდეგი ასეთ კლასიკური საქმეა ლინგენს. ეხლა რა უთხრეს იქ ბრუნო კრაისკის ფედერალურ კანცლერს. უღირსი ამორალური დაბალი ხარისხის ოპორტუნისტი. შემდეგ აბატონო კიდევ აგერ ობერშლიკის საქმე ასევე კლასიკური, ესა 86 წლის საქმეა, 86 წლის. იდიოტი, რომელიც დაიცვა ევროპულმა კონვენცია. შემდეგ აქ ეს არის ვისი ტომა ლუქსემბურგის წინააღმდეგ. კორუმპირებული სიტყვა, დაცულია ევროპული კონვენციით. ჩემო ბატონო. ესა ძალიან საინტერესო. ბონი ხორვატიის წინააღმდეგა ასეთი 2021 წლის საქმე. ნამდვილი ტარაკანი. ნამდვილი. ნო, ნამდვილი ტარაკანი. შემდეგ, აი კიდევ ასეთი სარკოზი ვერ გადაურჩა. ეონი არის ცნობილი საქმე საფრანგეთის წინააღმდეგ რეგვენი. შემდეგ ვერ გადაურჩა სხვათა შორის ერდოგანიც. მას უწოდეს ბუშის ძაღლი. ანუ დაახლოებით იგივე შინაარსია, რას რუსეთის მონა ახლა უწოდეს იმას, რა ქვია, იმათ, ხო? ბუში ისა, რა ქვია. და კიდე ერთია ერთ-ერთი პოლიტიკოსის მიმართ, ესეთი ერთი ავსტრიული საქმეა, ფარული ნაცისტი. აი ეს. შეადარებენ მონა აი ამ ტერმინს განსაკუთრებით იმას შავტარაკანს. ეს არის ევროპული სტანდარტი, რომელზეც ის ამბობენ, რომ რაღაცა კაცო შემოგვიგზავნესო იქ ამერიკიდანო და რაღაცა სხვანაირი კანონი მივიღოთ. ამას რა შეუბნებიან კაცო, ამას რა შეუბნებიან? ეს ხო ყველაფერი შავი თეთრზე წერია და ეს გადაწყვეტილებები ყველაფერი არის მიღებული აი ეს პირველი კლასიკური საქმეები, რაც არის, ხო? მიღებული არის გასულ საუკუნეში. ფაქტიურად კონვენციის მამებმა მიიღეს რა. აღარ არის ლაპარაკი იმაზე ისტორიაში რო წავიდეთ,
საფრანგეთში და ინგლისში კარიკატურები დედოფალზე, მეფეზე, იმაზე და ახლა ამას წინათ რობერტ დე ნირომ დედაზე აგინა ესა ტრამპს. ხო? მაგრამ ეს იცი როგორ არის? სხვათა შორის ჩვენთან არის კიდე ერთი საქმეა საქართველოს მიმართ, კაცო, საქართველოს მიმართ გადაწყვეტ დღეს გამაოცა დღეს ესე იგი შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა პროცესზე. არის ასეთი ფერაძის საქმე. ფერადი? სადაც გახსოვთ ეს პლაკატი, პანორამა არა, იმ სიტყვას არ ვიტყვი. შემობადონო, რის გამოც ესენი დააკავეს ეს არასამთავროები, ხო? ესე იგი, ძალიან უხამსი სიტყვა იყო. ხო და ამ ფერაძის საქმე წააგო სასამართლო. იმიტომ რომ მან ჩათვალა რომ ეს ასეთი დონის უხამსი გამონათქვამებიც კი რომ ანუ დინება რომელიც უხამსობა რომელიც არც ფაქტია არც ის არის შეფასება ხო უხამსობაა რა უბრალოდ ასეთი დონის უხამსობაც კი დაცულია ევროპული კონვენციით თუ კი ის სტილისტური ხასიათის არის და ანუ სხვა სახელით რომ ვთქვა არ არის გინება გინებისთვის ბატონო აი ეს არის ევროპული კონვენციის სტანდარტები. იქ დედააგინა იმან და არც კი არავის არ გაუფიქრებია ეს ამბავი. მანამდე იმ წინა პრეზიდენტთანაც იყო ესეთი ისტორიები და არავის არაფერი არ გაუფიქრებია და რუსეთის საინტერესო იყო სხვათა შორის ტრამპის პასუხი კონკრეტულად დემიროზე არა, მაგრამ ნუ მიძახითო ამას იმას ჩამოთვალე, თორე კეჩუპით იმას ვიზამო ვისვრიო იმ კედელზეო, კეჩუპსო. სხვათა შორის ზუსტად ეს არის დასავლური სტანდარტი რომ შენ გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში ხარ იმისათვის რომ გასცე პასუხი ცილის წამებას. ამიტომ ყველაზე უკეთესი ეს ამერიკული სტანდარტიც არის და ევროპული. ყველაზე უკეთესი საშუალება არის გასცე საჯაროდ პასუხი.